Salve, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში გესაუბრებით 2025 წლის ფავორიტი მაკიაჟის შესახებ. თუ წინა ფავორიტების ვიდეოები გამოდავეთ, გირჩევთ ნამდვილად. სკინკეარ შესახებ უკვე ვისაუბრეთ, დემაკიაჟის საშუალებებიდან და გამწმენდებიდან დაწყებული, სხეულის მოვლის პროდუქტებით დამთავრებული გესაუბრეთ უკვე ჩემი ფავორიტების შესახებ და მოვედით მაკიაჟამდე. ტონალურებით დავიწყებ. ორი ტონალური მინდა რომ ვახსენო აუცილებლად. ელფის ტონალურს უკვე იცნობთ, უკვე მისაუბრე ამ პროდუქტის შესახებ. ეს არის მათი Soft Glam Satin Foundation. ამაზე ცალკე დეტალური ვიდეო მაქვს, ამიტომ ძალიანაც ბევრი არ მინდა რომ ეხლა ვისაუბრო ამ პროდუქტის შესახებ, მაგრამ გეტყვით რომ ესაა ყველაზე ხშირად გამოყენებული ტონალური ბოლო თვეების განმავლობაში. აი სადღაც აქ ვარ ჩასული, თითქმის ვამთავრებ შეფუთვას. ძალიან მიხარია. როგორც წესი ეს არ ხდება ხოლმე, როცა ტონალურებს ეხება საქმე. ეს იყო ნამდვილად ისეთი ტონალური, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებდი. ერთადერთი რაც უნდა ვთქვა, აი ხშირ გამოყენებასთან ერთად შემდეგ რასაც ამჩნევ, არის რომ კანი კარგად უნდა მოამზადო მაკდონალურისთვის. ეს არის ტონალური, რომელსაც აი არ ვიცი, ნებისმიერი რაც შეხვდა დამატენიანებელი წაისთვის ახაზე და კანი წესიერად არ მოამზადე, კარგი ექსფოლიაცია არ აქვს გაკეთებული და ასე შემდეგ, რომ აი გადაისვა პირდაპირ და იდეალურად დაჭდეს. ცოტა ის მომენტი სჭირდება, რომ ანუ კანი კარგად მოამზადე, ზედმეტად მშრალი კანი ხო არ გაქვს, ზედმეტი დამატენიანებელი ხო არ გისვია, ექსფოლიაცია თუ გაიკეთე, ფუნჯი ხო კარგად გასუფთავებულია, რომლითაც გადაიტარო პროდუქტს. ანუ რასაც წესით ისედაც უნდა აქცევდე ყურადღებას, მაგრამ არის პროდუქტები, რომლებიც უფრო მეტად გაძლევენ იმის საშუალებას, რომ გაძვრე. და ძალიან არ მოინდომე და დიდი დრო არ გაქვს. მაგ პროდუქტს ცოტა უფრო სჭირდებოდა ეს მომენტი, რომ კანი უფრო მოამზადო. ძალიან მარტივი გამოსაყენებელი რაც არის Essence-ის Stick ტონალური, ეს არის მათი ახალი პროდუქტი ტონალურებში, რომელშიც უამრავი ფერი აქვთ. ვაუ. უამრავი ფერი აქვთ, მეგობრებო, საოცარი არჩევანი აქვთ. აი კონტურად და ბრონზერად და კონსილერად რო გამოიყენებ, აი ეგეთ ფერებში აქვთ არჩევანი და თან ძალიან ბიუჯეტური. ამაზეც ცალკე ვიდეო მაქვს, დეტალური ვიდეო გავაკეთე ამ პროდუქტის შესახებ, ამაზეც არ მჭირდება წესით ბევრი საუბარი, იმიტომ რომ უკვე იცნობთ ბევრი ვინც უყურეთ იმ ვიდეოს. ერთადერთი მომენტი აქ რაც მქონდა, ამ ტონალურს სჭირდება რომ დააჯინო. უნდა დააჯინო, პუდრა გჭირდება აუცილებლად, იმიტომ რომ თუ არ დააჯინე, იქერცლება. შალი, ვიცი, ქუდი რაღაცები, ანუ იოლად იქერცლება. და ამისთვის საჭიროა რომ ანუ სპრეი, ან პუდრა, ან არ ვიცი, რითიც აფიქსირებთ მაკიაჟს, ისე რომ აი მართლა დაფიქსირებული იყოს და არ აიქერცლოს პროდუქტი, გჭირდებათ. იმასაც გირჩევთ, რომ აი სანამ ბლაშზე და სანამ ბლაშზე და ბრონზერზე და ჰაილაითერზე გადახვალთ, აი იქამდეც მხოლოდ ტონალური რო გისვიათ სახეზე, ისიც კარგად დააფიქსიროთ და მერე გადახვიდეთ დანარჩენ პროდუქტებზე, იმიტომ რომ არის იმისი საშიშროება, რომ თუ რაღაცა უფრო ესეთ მძიმე კრემოვან ბლაშს იყენებ, ან კრემოვან ბრონზერს იყენებ, შეიძლება რომ აიქერცლოს. ეგ მომენტი ქონდა. ისე ფერი დაჯდა რაღაცა საოცრად ჩემთან, იდეალურია, ჩემი არის 130 ნომერი, აქ არის 21 ნომერი, 21 130 მე. მაგრამ აი უცებ რო გადაისვა, აი ნიკაპზე მინდა რაღაცა დავფარო. ლოყაზე მინდა რაღაცა დავფარო, აი მთელ სახეზე ტონალური არ მინდა. თითქოს და კონსილერს რო გინაცვლებს მაგ მხრივ, იმიტომ რომ ფერი ჯდება იდეალურად და საკმაოდ ისეთი სუბუქიდან მაქსიმუმ საშუალომდე დაფარო აქვს და აი ეგეთ სიტუაციებში გამოსაყენებლად ძალიან მარტივი, როცა მთელ სახეზე სრული მაკიაჟი არ გისვია. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დაჯენა სჭირდება. დაჯენას და ფიქსატორებს როცა ეხება საქმე, მაგისი ორი პროდუქტი შემიძლია ვახსენო, ორივე ახალი პროდუქტია, ორივე 2025 წელს გამოსული პროდუქტებია და ორივეს დიდი სიამოვნებით ვახსენებ. ერთი არის Essence-ის Skin Trio, ეს არის მათი loose setting პუდრა, რომელშიც სამეული გაქვს. სამი სხვადასხვა ფერის, ატმისფერი, ლავანდა და pink ვარდისფერი. ანუ ეს არის თვალების ქვეშ გამოსაყენებლად არაჩვეულებრივი კორექტორ დასაჯენი პუდრა არის. ძალიან თხელია. აი ძალიან წვრილად HD ტექსტურაზე არის დაბქვილი ეს პუდრა. ესეც ზედმეტ პუდროვან ეფექტს არ გიტოვებს, რომ აი გამოაშრო კანი და თვალების ქვეშ არის ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელი. შეგიძლია სამივე ერთმანეთში აურიო, ნუ Huda Beauty-ს დუპი წარმოიდგინეთ, დაახლოებით მაგამ ბავზევართ, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ბიუჯეტური და ძალიან წვრილი, ძალიან fine ტექსტურის პუდრა არის, ძალიან სასიამოვნოდ გამოსაყენებელი თვალების ქვეშ, როგორც გითხარით, ნუ ეხლა ეს ფერების მთელ სახეზე რა თქმა უნდა არ გინდა, მაგრამ თვალების ქვეშ ან არჩევ შენ კონკრეტული ფერი, რომელიც გჭირდება, ან შეურევ ყველას ერთმანეთში და ისე შეიძლება რომ გამოიყენო ესეთი პაფით, რომელიც აქ მიდევს ხოლმე და ასე გადავატარებ ხოლმე თუ გაიწება თვალების ქვეშ რამე, რაც ძალიან იოლად ხდება ჩემთან, იმიტომ რომ ისეთი მიმიკები და ემოციები ვსაუბრობ და ეს ცხელი განათებები რომ ადგას. მეორე პუდრა, რომელიც აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის Catrice's Soft Blur პუდრა, matte setting პუდრი, 001 ნომერი ფერის გარეშე, ეს ესეთი ბადის პუდრა არის.
აქაც თავისუფლად შეგიძლია რომ ამითი აიღო, ან ფუნჯით აიღო, რომელიც გინდა და ისე გამოიყენო. ეს არის ფერის გარეშე, რომელთაც თავისუფლად შეგიძლია რომ მთელი სახე დააჯინო მატ ეფექტით, თუმცა ამასაც არ აქვს რაღაც ესეთი არაადამიანური მშრალი ეფექტი კანზე, რომ თუნდაც უფრო მშრალ კანზე ვერ გამოიყენო. და ესეც ახალი პროდუქტია, ამისი მეორე ვერსიაც აქვს. ჯერ ერთი გავტესტე, ერთი ვიყიდე და მეორეს შევხედავ. ძალიან კარგია თუ უფრო დიდი ფორები გაქვთ, გეტყობათ ფორები და აი ფორებზე დასაჯენად გჭირდებათ. სხვათა შორის კარგი რამე არის. ვერ გეტყვით ახლა რომ ის მომენტი მქონდა რომ ქუჩაში გავიოფლე და ფიზიკურად აქტიური ვიყავი და რამდენად გაუძლო და შეინარჩუნა ფორები ისე რომ არ გამოსულიყო თქვათ მაკიაჟის ქვეშ ცხიმი ან ოფლი. ეგეც ვერაფერს ვერ გეტყვით, ეგეთი სრული მაკიაჟით სახეზე ფიზიკურად აქტიური გარეთ არა ვარ შესაბამისად. რაღაცა ეგეთი ტესტირების შედეგებს ვერ დაგიდებთ სამწუხაროდ, მაგრამ ძალიან კარგად აფიქსირებს და აჯენს ფორებზე განსაკუთრებით მაკიაჟს, ანუ მთელ სახეზე გამოსაყენებლად არის. ეს ძალიან კარგი ფერის გარეშე და თვალებს ქვეშ გამოსაყენებლად თან კორექტორი და თან ძალიან მსუბუქი და თხელი რო არის. ესენსი ორივე პუდრა ძალიან მომეწონა და დიდი სიამოვნებით ვიყენებ ბოლო 2 თვეა ალბათ, ორივე რაც მაქვს. არ ვიცი, როდის გამოვიდა ეს პროდუქტები, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ესენსის ცოტა უფრო ადრე გამოვიდა, მაგრამ ძველი ეგეც არ არის. სადღაც სექტემბერი ალბათ რო ვთქვათ. კონსილერი ნახეთ, царიელია. რომელსაც ვიყენებ და როგორც გითხარით, აი თავზე ამოდის უკვე კონსილერი, თითქმის არაფერი აღარ არის შეგნით არის The Sims, ეს არის კორეული ბრენდი, მათი კონსილერი. ამაზე ცოტა შორის საკეთ ჩაწერილი ვიდეო მაქვს. პირდაპირ გეტყვით, რომ თვეების წინ უფრო მეტად მომწონდა და უფრო სასიამოვნოდ ჯდებოდა თვალების ქვეშ, უფრო მარტივად მისახედი იყო, ეს დააჯენდი და მორჩა, ერთ ფიქსატორ პუდრას გამოიყენებდი და ეგ იყო საათების განმავლობაში ხელის შევლება აღარ სჭირდებოდა. ახლა აშკარად უფრო უნდა მივაქციო ყურადღება, ეხაც რომ ვუყურებ აშკარად აქ ხედავ რომ ჩაჯდა უკვე წვრილ ხაზებში. ნუ ის თემაც არის რომ მე ისეთი ძალიან გაცილებული ვიყავი ბოლო პერიოდი და ისე ძალიან ცუდად ვიყავი რომ ჩემი კანი კიდე არ არის გამოსული იმ სიმშრალისგან რაც მქონდა და განსაკუთრებით თვალების გარშემო კანი და ზოგადად ყველაფერი ცუდად ჯდება ამ წუთად ჩემს კანზე. ეგეც არ მეკვირს მხოლოდ პროდუქტებსაც ვერ დავაბრალებ მაგას, მაგრამ აშკარად თვალების გარშემო განსაკუთრებით ვგრძნობ მაგას ბოლო პერიოდში და უკვე ის მომენტიც მაქვს რომ ხო ცოტა გამოშრა და მოძველდა. წესით ეს აღარ უნდა გამოვიყენო, უბრალოდ აი ეს კიდე ერთხელ რომ აი ბოლო გამოყენება, სანამ ახალი პროდუქტი მექნება, ფიქრობ ზუსტად რის შეძენა მინდა, რომელი ახალი კონსილერი მინდა რომ მქონდეს. ამიტომ თქვათ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვიყავი, ამიტომ მაინც ვიყენებდი ბოლო დღეები, მაგრამ ისე წესით უკვე. ისე ჩვენში დარჩეს და ვადა მაკიაჟსაც. კონტეინერში მაქვს ეს ყველაფერი, ამიტომ მივყვები უბრალოდ თავზე რაცალაგია და ისე ვისაუბრებ ამ პროდუქტების შესახებ, შეიძლება კატეგორიები ცოტა არეული იყოს, მაგრამ ესე უფრო იოლი მოსაღები იქნება პროდუქტები. ოკეი, ეს არის Vinyl Ink, ეს არის Maybelline-ის Superstay ხაზიდან, მათი gloss ეფექტით თხევადი ტუჩსაცხები, რომელიც თინთის ეფექტით რჩება და არ გადადის და gloss-საც ინარჩუნებს. ამაზეც ცალკე ვიდეო მაქვს ჩაწერილი, ამასაც დიდი ხანია უკვე ვიყენებ. რამოდენიმე მაქვს კიდე აქ უკან ალაგია, რამოდენიმე მაქვს კიდე დარჩენილი. ეს 4 ის პროდუქტია, რომელიც უკვე ტექსტურა აღარ მომწონს ტუჩებს და ტექსტურა შეეცვალათ. ამათაც ანუ ეს წითლებსაც განსაკუთრებით გემრიელად ვიყენებდი. აი როგორც წესი შიგნით უნდა ისმოდეს, ეს რაღაცა არის პატარა ბურთულასავით, რაც ხმას იძლევა. ანუ shake სჭირდება ამას, სანამ წაისმევ. თან ძლიერად და კარგად. და ხმაც აღარ ისმის უკვე შიგნით, ამიტომ ნუ წითლებით არა ვარ უკმაყოფილო, წითლები საკმაოდ დიდი რაოდენობით, დიდი სიხშირით გამოვიყენე, ისე რომ ნუ ოკეი, მადლობა. დავიმშვიდობოთ ერთმანეთს. ამ ვარდისფილს, ერთ ცოცხალი ვარდისფერი, ამას კიდე გემრიელად გამოვიყენებდი. ეს ისე ხშირად არ გამომიყენებია სამწუხაროდ. ნუ ფერიც ისეთია, ეს ყოველდღიური ფერი ნამდვილად არ არის. არც მე ყოველდღურად არ გამოვიყენებ და ლოგიკური იყო, რომ ისე ხშირად და იმდენი რაოდენობით ვერ გამოვიყენე, სანამ აღარ ისმის უკვე არაფრის მაშინით რომ გადავაგდო უნდა პროდუქტი და 20 ნომერი ქოი, ეს ისეთ ფერი იყო, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებდი და ეს ცოტა აქ ოდნავ უფრო სხვა ფერის ჩანს, ტურზე ცოტა უფრო სხვა ფერით ჩდება, ოდნავ უფრო თითქოს და აქ უფრო ვარდისფერში და მყვირავალ ფერში მიდის, რეალური ფერი ტონი უფრო მუქია. ამას უფრო დიდი სიამოვნებით ვიყენებდი, უფრო ხშირად აქ რეალურად გამოვცანე, მე მგონი და ამიტომაც აღარ ისმის არაფერი. მოკლედ, ეს 4 ის ფერია, როცა გადავარჩიე უკვე რაღაცები, ხმაც აღარ ისმოდა. აქ ცოტა კიდე ისმის თუ არა, აი ამ წითელში ისმის, ოდნავ მე მგონი. მაგრამ უკვე შევატყვე რომ ოკეი, ეს ის ტექსტურა აღარ არის, რაც მე მიყვარს და მომწონს. 3 დავტოვე, რომელშიც ჯერ ხმაც ისმის, რო შეამჭრებ შეფუთვას და ტექსტურაც ცუდი არ არის. ამ 4-ში უკვე არა. ამიტომ კიდე ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო Maybelline-ს ამ ფორმულაციისთვის, მე ვისიამოვნე ძალიან მომეწონა. და დავიმშვიდობოთ უნდა აწი ერთმანეთს, ერთი 2 წელიწადია მინიმუმ რაც მაქვს. ოკეი, შემდეგი მიდევს ფიქსატორის სპრეი Maybelline-ის Infallible 3 წამიანი setting mist 36 საათია წერიაზე.
ვინ დადის ძალიან გთხოვთ 36 საათი არ იყოთ მაკიაჟში. არ გინდათ. ნუ უზავთ მაგას საკუთარ თავს. ეს არის როგორც იცით one size-ის სპრეის დუპი. ძლიერია. ძალიან ძლიერია. საოცარი ალკოჰოლის და პარფიუმის სუნი აქვს. ამას რომ ვიბკურებ ხოლმე სახეზე ფანჯარას და კარს ვაღებ, რომ ორ პირი უნდა გააკეთო თარში, რომ აი დატრიალდეს. რაც შეიძლება ნაკლებად უნდა ისუნთქო. ეს ყოველდღიურად გამოსაყენებელი სპრეი ნამდვილად არ არის. ეს არის ესეთი განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, როცა გინდა რომ მთელი დღე იჯდეს მაკიაჟი და არაფერი არ გაინძრეს სახეზე. აი ზუსტად ეგეთი სპრეი არის, ძალიან ძლიერი, ძალიან ეფექტური, მაგრამ ნუ ყოველდღე ამის სუნთქვას არ გერჩევთ ნამდვილად. კიდე ძალიან ფრთხილად იყავით, რომ თმაზე არ მოგხვდეთ, იმიტომ რომ წარმოვიდგინეთ, აი ადრე რო თმის ჟელეები იყო. რა ვიცი, ალბათ ეხაც იქნება. რა გააქრობდა მაგათ. ეგეთი ტოქსიკური რაღაცები დიდხანს ცოცხლობს. აი ესეთი ტექსტურა რო ქონდა, აი ხრაშუნს რო იწყებდათ, აი თმაზე თუ მოხვდა, თმაც ხრაშუნს იწყებს. დააკვირდით, რომ წამწამებს, ხელოვნურ წამწამებს თუ იკეთებ, ნუ სპრეი ეს იქამდე უნდა მიბკუროთ სახეზე, მაგრამ ნუ არ ვიცი, ყველას თავისი დრო აქვს სპრეის როდის იბკურებს სახეზე, მაგრამ ხელოვნურ წამწამებზეც არ გადაიტანოთ, იმიტომ რომ იმათი აცლა მერე იქნება კოშმარი დამიჩენეთ. ეგეთ რაღაცებზე იყავით ფრთხილად, ისე ძალიან კარგი და ძალიან ძლიერი სპრეი არის ნამდვილად. ტუში, ორი ტუში უნდა, თუ მეტი ტუში ხო არა მაქვს დაიცად. კი. ნუ 4 მქონი. ეს ესეთი თემა არის, ამაზე უკვე გესაუბრეთ, ეს არის Maybelline-ის Firework, ახალი ტუში, რომელიც ცალკე რევიუთი გაგაცანით უკვე, ამიტომ ბევრი ახლა ამაზე საუბარი არ საჭირო, ესა ძალიან ბუთქუჩა თავით, ეს ძალიან გამოშრა. უკვე, მაგრამ ვისი ამოვნე ამ ტუში, ესა ძალიან კარგი ესეთი მოცულობის ტუში და მე მიყვარს მოცულობის ტუშები. მაგის რევიუს გირჩევთ თუ გაინტერესებთ უფრო ახლოდან ეგ პროდუქტი. ეს არის კატრისის Glam and Doll. ეს არის ვაშოვ ტუში, რაც იმას ნიშნავს, რომ არის თბილი წყლით რო ჩამოიბან ისეთი ტუში, ძალიან მარტივად გამოსაყენებელი. ეს ესეთი თავის ტუში არის პლასტმასის ჯაგრისით. ცოტა უხეში ჯაგრისი კი იყო, უნდა გითხრათ, ცოტა ეს ახლოს რო ისმე პროდუქტს წამწამების ძირებში, რომ მაინდა-მაინც სასიამოვნო ჯაგრისი არ იყო, მაგრამ ის თემა არ კარგი, რომ ყოველდღიურად გამოსაყენებლად, როცა ესე მარტივად სპეციალური დემაკიაჟის გარეშე თუბინგი ქვია, თუბინგ ტუშები მაგისთვის არის იდეალური, რომ თბილი წყლით შეგიძლია ჩამოიბანო და კატრისაც აქვს მანდ არჩევანი, მოცულობა ნაკლებად, უფრო კარგად ყოფდა წამწამებს და ცოტა სიგრძეს აძლევდა, არ იდღაბნება მიუხედავად იმისა, რომ ესე მარტივად ჩამოსაბანი ტუში არის, დღის განმავლობაში კარგად ზის, დიდად მოცულობას არ იძლევა და ფუნჩს რაც შეეხება ოდნავ უხეში ფუნჩი იყო, ეხლა ცოტა რევიუსთვის ხო რაღაცა დეტალებს უნდა მივაქციო, ყურადღება ისი არ რჩება ძალიან შეგაწუხოს და ვერ გამოიყენო, მაგრამ ნუ დეტალებს თუ მივაქცევ ყურადღებას, ეგ მომენტი ცოტა ქონდა. სულ ახლა ხანს რასაც ვამთავრებ, ამას კიდე მაინც ვისმევ. ეს უკვე აღარ ღირს, ეს არის L'Oreal-ის პანორამა ტუში, ამასაც ეს პლასტმასის თავის ჯაგრისი აქვს, ბოლოში ესეთი წვრილი და ქვემოთ ბუთქუჩა თავით, ამისი ქვედა წამწამებზე გამოყენებაც მიყვარს, რადგან ესეთი წვრილი თავი აქვს, ქვემოთაც იული გამოსაყენებელია. ეს არის ძალიან კარგი ტუში დასაყოფად. ანაწევრებს ხო? ძალიან იოლად შლის და ანაწევრებს წამწამებს ერთმანეთისგან. ანუ მიყვარს ჯერ უფრო მოცულობის ტუშის გამოყენება, რომელიც უფრო მეტ პროდუქტს ტოვებს, რა თქმა უნდა, წამწამებს და შემდეგ რაღაცა ესეთი, რომ აი, კარგად გაშალოს და გაანაწილოს პროდუქტი წამწამებში და კარგად ყოფს ერთმანეთისგან თმას. ეს არის მოცულობისთვის სხვათა შორის კარგი იყო Call Me Queen Essence-ის დრამატული ხელოვნური წამწამების ეფექტის ტუშიო, თლათ ეგეთი ამბავიც არ არის. ფლად ეგრეც არა. ამასაც პლასმასის თავის თავით ჯაგრისი აქვს, არ იდღაბნება, მარტივად ნაწილდება, მოცულობას გაძლევს, უბრალოდ რაღაცა ეხას ხელოვნური წამწამების ეფექტი და დრამატული შედარებები არ გვინდა, ეგეთი არაფერი, მაგრამ ფასისთვის მე იცით რომ ვგიჟდები ესენსის ტუშებზე, ფასისთვის ძალიან კარგი არჩევანი აქვს და ესაა ერთ-ერთი ყველაზე ესეთი შედარებით ახალი ტუში მათი ხაზიდან და მომეწონა ძალიან. სხვათა შორის არ ვიცი რატო არ ლაპარაკობს უფრო მეტი ადამიანი ესენსის ტუშების შესახებ, იმიტომ რომ მაგ მხრივ კარგი არჩევანი აქვთ.
ნამდვილად ვიღაცა მომწერა კატრისის ტუში თუ დატესტეო, რაღაც ახალი ეტყობა ხა პოპულარული ამ ბოლო დროს, იმიტომ რომ აქამდე არ გიკითხავთ კატრისის ტუშები, არავინ ყველა ესენსის ტუშებს მეკითხებოდით და ეტყობა რაღაცა ახალია. თუ იცით ზუსტად გახსოვთ სახელი კატრისის რომელ ტუშს გულისხმობთ, დამტოვეთ პროდუქტის სახელი სიამოვნებით კომენტარების სექციაში და ვიყიდით და გავტესტავ აუცილებლად. ოკეი, ტუჩის პროდუქტებზე გადავიდეთ. ეს არის ესენსის ბოლო ახალი პროდუქტი Glossy Glaze, მაღალი შაინის ტუჩსაცხი. ერთი ფერი მაქვს დარჩენილი სახლში, იმიტომ რომ ერთი მთლიანად მოვრჩი და ის უნდა ამოვიღო ჩანთიდან და მეორე ჩანთაში მიდევს. ეს არის წითელი სხვადასხვა ჩემს დღევანდელ ტუჩს მოუხდება. ესენი გამოვიყენე როგორც ტუჩის ბალმი ისე. სამივე ფერი. აი საოცარი ტექსტურა აქვს, არ იწებება, არ იძღაბნება, მარტივად გადადის, გაითვალისწინეთ ახლა ესეთი არ ვიცი, მატ თხევადი liquid lipstick-ის ამბავი არ არის, რომ აი მთელი დღე ზის და რაღაც, ანუ ესენი რაც არის, ეხა ეგ არა, ბალმია. ბალმია შაინით და ფერით, ხო? ამიტომ ეგ გაითვალისწინეთ, ეხა არ წარმოიდგინოთ, რომ დილი წაისმევ და საღამომდე ტუჩზე გეკნება. ეგრე რა თქმა უნდა, არა შეფერილი ტუჩსაც ბალმია. ჰიბრიდი, ასე ვთქვათ, მაგრამ ისე გემრიელად გამოვიყენე, როგორც გითხარით, აი, როდის მქონდა ამისი რევიუ რამოდენიმე თვის წინ და ერთი ფერი მთლიანად დავცალე, უკვე ის ყოველდღიური, აი თითქმის ჩემი ტუჩის ფერი რო იყო, ეგ ფერი დავცალე. არაფერი აღარ ამოდის უკვე. ის მეორე ფერიც იმაშიც ძალიან ცოტა წითელ ფერს ესე ყოველდღიურად არ ვიყენებ, შესაბამისად ეხა აქ იმდენი არ გამომიყენებია, მაგრამ თუ მოვინდომებ, აქაც არ დამაგვიანდება ბევრი, იმიტომ რომ რადგან ესეთი ბალმის ტექსტურა აქვს და იულად ტარდება, ერთმანეთს ცოტა მეცას ისმევ და უფრო მალე გიმთავრდება, რა თქმა უნდა. ფერებში სხვათაშორის კარგი არჩევანი აქვს, ეხა უფრო კლასიკური ვერსია დაამატეს. ესეთი ნაკლები, ანუ ესეთი მაღალი შაინი არა აქვს, როგორც ამას, არაგერიოთ ერთმანეთში შეფუთვებს შეხედეთ აუცილებლად, რომელს ყიდულობთ, ორი სხვადასხვა ფორმულა უდევთ და შეფუთვები გვანანძალიან ერთმანეთს. მაგრამ ეს ბალმიც ძალიან მომწონს. ეხლა ძალიან ვცდილობ ახალი მაკიაჟი არ ვიყიდო, იმიტომ რომ 1-3 ტონალური მიდევს გახსნილი, ესენის ბოლომდე დამთავრებული არ არიან. ტუჩსაცხები არ ვიცი, საოცარი რაოდენობის. თვალიშლების პალიტრებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, ამიტომ Cosmic Beauty-ის თვალიშლების პალიტრის ყიდვა მინდოდა და ძალიან ვიბრძოლე საკუთარ თავს, რომ არ მეგდა Cosmic Beauty არის ბრიტანული ინდი ბრენდი. რაღაცა საოცარი ხარისხის მაკიაჟი აქვს. ბაიმე. თავიდან მხოლოდ ფუნჯებზე მუშაობდნენ. მე ფუნჯებით გავიცანი და მე მაკიაჟზე გადავიდნენ. თვალიშtildeების პალიტრები აქვს. რა ნატაშა დენონა და რა Huda Beauty დაივიწყეთ. ეგ მულტიქრომები და დუოქრომები და ეგ შაინი და ეგ საოცრებაა და იმისი ნახევარი ღირს რაც ეგ ბრენდები. თუ ვინმე შეგიძლიათ რომ გამოიწეროთ დაგილინკავთ კომენტარებში აღწერაში მათ ოფიციალურ საიტს. ხა საერთოდ სხვა მიმართულებით წავედი, მაგრამ პალიტრამ თვალიშების პალიტრა ძალიან ვიფიქრე და არა, აი ძალიან ვებრძოლე საკუთარ უყურეთ ხა 1 2 3 რიადი არის სავსე თვალიშების პალიტრებით და ძალიან ვებრძოლე საკუთარ თავს რომ არ მეყიდა, მაგრამ ისე თუ რამეს ეძებთ და გინდათ და ხარისხი და ეს მულტიქრომები აქვს რაღაცა საოცარი Cosmic Beauty. აი პირველი რეკომენდაცია, ვერც ერთი Sephora-ს მაკიაჟის ბრენდი ვერ მივა მაგ ბრენდის ხარისხთან. ოკეი, მოდით ტუჩის პროდუქტებით გავაგრძელებ. ეს არის Periperas ink, ანუ velvet tint-ები ტუჩის. 1 2 მესამე აქ არა მაქვს. მესამეც გამოცლილი მაქვს, ის ჩანთაში მიდევს. ჩანთა უნდა ამოვალაგო. დაცლილი ცარიელი. შეფუთვები რატო გიყრია ჩანთაში? კოსმეტიკის ჩანთა ხომ მიდევს ჩანთაში და იქ რო დამთავრდა რაღაცა, ანუ ჯერ ხო უნდა ამოიღო ეს და ახალი მე უნდა ჩადო შეგ ვიცი, ეგრე რო ხდება, მაგრამ ესე არ არის ხოლმე ცხოვრებაში ყოველთვის ყველაფერი აწყობილი. ხო და რაღაცა ისე მოხდა რომ ძველი პროდუქტები შეგნით არიან და ახლები ისე ჩავამატე, ამიტომ მოკლედ. ამისი მესამეც მაქვს დაცლილი. ესენ ძალიან ამათი თინთები, Periperas თინთები, გინდა გლოსით, გინდა ეს velvet finish-ით. ვაუ, ძალიან მცირე რაოდენობის გჭირდებათ, ნაწილდება მათ velvet ეფექტით ტუჩზე და მთელი დღე ზის. მე ოდნავ თუ გადავა სადილის შემდეგ, მე გლოსი, ერთ გადატარება გლოს გადაატარებ ზემოდან და დღის მეორე ნახევარი მე როგორც გლოსი ისე გისვია ტუჩზე. მოკლედ. ძალიან კარგი ხარისხის, ძალიან კარგ ფერებში. გლოსებიც არაჩვეულებრივი აქვთ, მატ ეფექტითაც არაჩვეულებრივია, ჩვეულებრივი ტუჩსაცხებით მაქვს, მაგათი ჩვეულებრივი ტუჩსაცხიც, ისიც არის აი Periperas მაკიაჟი. ეს სტაილზე შეხვდებით, სტაილვანაზე შეხვდებით, კორეული ბრენდია. ძალიან კარგი ხარისხის მაკიაჟი აქვს და ტუჩსაცხები განსაკუთრებით და ეს თინთები ხო რა ვიცი. ძალიან მომეწონა. თინთებს როცა ეხება საქმე სხვათაშორის ესენსთანაც არ არის მეტგაცრუებული. ეს თქვი სხვათაშორის რომ ძალიან მინდა რომ რაღაცა ესეთი ევროპული აქეთ დასავლური ბაზრიდან უფრო ბიუჯეტური ბრენდი ვნახო, რომელსაც ისეთი კარგი თინთები ექნება ბაზარზე, როგორიც Periperas აქვს, რომ ეს აი შეკვეთა და მაინც გამოწერა არ მიწევდეს თქო და
ესენსმა დაამატა ახალი თინთები. ეს წითელი მე მგონი დავცალი, არაფერი აღარ არის ამაში დარჩენილი სერიოზულად. არა, ეს სხვა ფერია. წითელი ეს არის. ეს გარდანს და რთული შესამჩნევია. აი ეს არის წითელი. ამას როგორც თინთს ისე ვისმევ. ზის. თითქმის მთელი დღე ზის. ძალიან კარგი თინთია. ცოტა ესეთი წყლის ტექსტურით ისმევა თავიდან ტუჩზე და ფიქრობ, რომ ოკეი, ბევრი არ უნდა მოგივიდეს, ზედმეტი პროდუქტი საჭირო არ არის. აცადე, შეშრეს, მე სალფეტკით ზედმეტი რაცა გაქვს, ის მოიშორე და როგორც თინთი მთელი დღე ზის. ძალიან კარგი ხარისხია. ძალიან კარგი წითელი ფერი, ეს არის 04 ნომერი, მე მგონი დავცალე. ცოტა ამოდის უკვე სერიოზულად. ყოველ დღევის მე. თან ესეთი ესეთი წითელი არ არის, როგორც მე ახლა დღეს მისვია ტუჩზე. უფრო მარტივად ყოველდღურად გამოსაყენებელი. წითელია, რომელსაც მე იოლად გლოს გადაატარებ, ზემოდან კონტურს გადაატარებ და აი ესე უფრო ყოველდღურად გამოსაყენებელი რო შეგიძლია გახადო. ბოლო ერთი თვეა მე მგონი ყოველდღე მესვა სამსახურში. ოღონდ მართლა. მე მგონი თავდება. მეორე ფერი, ესეც სხვათა შორის თინთის ეფექტით ესეც კარგია, უბრალოდ ფერი მაღაზიაში DM-ში რო ვიყიდე, ეს ფერი იქ უფრო მომეწონა. ტესტერები დევს გავტესტე და ისე წამოვიღე. ესე არ მიყიდია ბრმად, მაგრამ ეს არის 06 ნომერი Berry Crush. ეს ფერი ისე ძალიან აღარ მომეწონა, მე როგორც აი გლოს ეფექტს რომ მოიშორებ უკვე და როგორც თინთი მხოლოდ ის რო რჩება ტუჩზე. როგორც წითელი ისე არ მომეწონა. შეიძლება ანუ კანის ტონი იყოს, არა აუცილებელი რომ ყველასთან ერთი და იგივე ეფექტი გქონდეს, მაგრამ მე ან შეიძლება წითელი იმდენად მომეწონა და ეს ისე მოუხდა ჩემი კანის ტონს და იმას ისე სიამოვნებით ვიყენებ, რომ ამაზე გამიჩნდა მე ეს მომენტი, რომ იმას შევადარე. მაგრამ სხვა ფერებიც უფრო შემოდგომა ზამთრის ფერებიც მაინტერესებს ძალიან, ისინი როგორ აქვთ გაკეთებული, მაგრამ ნელ-ნელა მინდა რომ იყვე, არ მინდა ესე ძალიან ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მაკიაჟი ვიყიდო. ძალიან ვცდილობ და არ ვიცი, იმდენი რაღაცა გადავარჩიე ხა, ჩემს და იმდენი რაღაცა გავუგზავნე და მოკეთ ძალიან ვცდილობ, რომ მაქსიმალურად შევამცირო მაკიაჟის რაოდენობა, რაც მაქვს, ამიტომ ეს ეხა ორი რომ მაქვს უკვე სავსებით საკმარისია. ეს რომ დამთავრდება, წითელს ვიცი რომ ძალიან მალე დავამთავრებ. ამას არ ვიცი თუ დავამთავრებ, მართ არ ვეკითხა, შეიძლება ეს უფრო გავაჩუქო კიდეც, მაგრამ წითელს ვიცი რომ მალე დავამთავრებ და მე სხვა ფერებსაც მივყვებ. ეს ნელ-ნელა მინდა მივყვე და ესე დავტესტო ფერები, მაგრამ ფორმულაციას და ხარისხს როცა ეხება საქმე, 100% შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია. განსაკუთრებით ეს 04 ნომერი წითელი ფერი Classy Red. სიამოვნებით გირჩევთ. იმედი მაქვს არის უკვე საქართველოში. ეგეც სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში თუ შემოიტანა ესენსმა უკვე ეს ახალი თინთები ქართულ ბაზარზე. დარწმუნებული ვარ ბევრს მოგეწონებათ, აი ყველასთვის არ არის რა თქმა უნდა თინთი, უმეტესობას კლასიკური ტუჩსაცხები ყველაფერს ურჩევნია და მხოლოდ მაგას იყენებს, ზოგს მხოლოდ გლოსები ან ზეთები უყვარს და იმას იყენებს, ნახა, ეგ ხო გემოვნების ამბავია რა თქმა უნდა, მაგრამ ვინც თინთებს იყენებს ზოგადად, დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ და თან ძალიან ბიუჯეტურ ფასად. ოკეი, კიდე ერთი სახის სპრეი მაქვს, რომელიც დამთავრებია, ესა Essences Fix and Last, ზეთის და ალკოჰოლის გარეშე ფიქსატორი სპრეი ჰიალურონის მჟავით. ამას ვიყენებ უფრო დასაჯენად კი არა, აი პუდრა რომ თლიანად გადავიტარე თელს სახეზე და თუნდაც თვალების ქვეშ, რომ აი ზედმეტი პუდროვანი ეფექტი რომ მოხსნას ოდნავ ჰიდრაციისთვის. ამის გამოყენებამდე ესაა სუბოლო სპრეი, რომელსაც ვიყენებ. ჯერ ეს და მერე ეს. ანუ პუდრა ეს და სუბოლოს მერე ეს. ანუ ეს არის კიდე იმისთვის, რომ ფუნჩს ვასველებ ხოლმე ამით, ესეთ ბრტყელი თავის ფუნჩს, აი შიმერების დასატანად თვალზე. განსაკუთრებულად კარგი ეფექტი და სიმძაფრით ჩანს შიმერები თუ ცოტას დაასველებთ. ანუ ჯერ ვიღებ პალიტრიდან ფუნჩზე, ვასველებ და შემდეგ დავიტან ხოლმე ქუთუთოზე. ამ თანმიმდევრობდა პრინციპით მიყვარს მე შიმერების დატანა თვალზე თუ ხელით არ ვისმევ და ფუნჩს ვიყენებ და ამისთვის ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთი ესეთი უფრო ჰიდრატორი სპრეი, ესეთი მარტო ალკოჰოლი და პარფიუმი არა. რაღაცა უფრო მსუბუქი, ყოველთვის მაქვს ხოლმე ერთი გახსნილი სახლში. ეხა კატრესის სპრეი მაქვს გახსნილი ესენსი იყო. მოგეთ, მასეთი რაღაცისთვის ძვირიან სპრეის არასდროს არ ვიყიდი, იმიტომ რომ ეს ძალიან მარტივ რაღაცისთვის ვიყენებ და ესეთ ბიუჯეტური ბრენდების სპრეებსაც 100% შეუძლია. ეგ ახლა აქ ვერ გეტყვით რომ ამით მთელი ქუჩაში ვიარე და 12 საათი მაკიაჟი მესვა და ვერ გეტყვით. პირდაპირ გეუბნებით მე რისთვის გამოვიყენე და მომწონს მაგისთვის კარგი ამბავია. ბიუჯეტური და თავის საქმეს რო ასრულებს და არის ახლა 12 საათი, ან 36 საათი მაგ სპრეით ქუჩაში არ ყოფილ. ეს არის Essences წარბის lifting gel set-ი. Extreme hold, ექსტრემალური, უთარგმნიან ამას, ექსტრემალური დაჭერა. ექსტრემალურად იჭერს წარბებს. აი ეს სეტის ამბავი ის. ერთი რამე ხართ იცი? ეს რა არის? ვიცით Dior-ის $90 თვალის ჭრილების პალიტრებს რო ფუნჯი არ ქვია იმას, ნაჭერი რო აქვს შემოხვეული ჯოხს. 90-იანებში რო ქონდათ თვალის გასათქვები. დღემდე რომ მოყვება Dior-ის თვალის ჭრილების პალიტრებს. ეგ ამბავი მახსენე. ამით რა დავივარცხნო, გაფიცებთ.
ეს თითო თმა ესე ცალ-ცალკე უნდა დავარცხნო ამით, იმიტომ რომ მე მოკლედ. ესენ ძალიან დიდი მადლობა, რომ ესე ჩემზე იზრუნე და იფიქრე, მაგრამ არაა საჭირო. ეს ვერ გამოვიყენე. ამას არანაირი ექსტრემალური დაჭერა თუ შეკავება თუ როგორც დარგმნით არ აქვს წარბისთვის და თმისთვის ძალიან დიდი ბოდიში. მალევე იშლება თმა, თითქმის არ შრება, ეს გელ ტექსტურა რჩება და ქერცლავს ყველაფერს. თუ ისე გააკეთე, რომ ჯერ ტონალური წაისვირა კონსილერი და რაღაცა და მერე დაიყენე წარბი, ხო რას ამბობ ეს ბურთულებად გროვდება ასა ტონალური წარბებს შემას რო გადაისმევ, არა, მოკლედ. ჩემგან წითელი ძალიან დიდი ბოდიში არა. არ ვიცი თუ იმეს მოგწონთ და იყენებთ მიხარია. თქვენს გამო მე ყველა გადავიხადე. რამდენი გადავიხადე ამაში ალბათ ევრო ნახევარი, არ ვიცი. მოკლედ, შემდეგი გვაქვს NYX-ის color correcting concealer. რაც არის? ნაკრები. რა წერია? მარტო აქ წდება წინადადება. color correcting concealer. ფერების კორექტორ concealer. ან დამთავრებული წინადადება, არ ვიცი. ჩემი ფერი არის 3CP04. ოკეი. ეს არის კორექტორი, NYX-ის კორექტორი სხვადასხვა რაღაცებისთვის, რაც გჭირდება სიცითლეების კორექციისთვის, შავი წრეების კორექციისთვის, ლაქების კორექციისთვის, მოკლედ, სხვადასხვა რაღაცებისთვის. მე როგორც ხედავთ, ყველაზე მეტად ამ ფერს ვიყენებდი. არაფერი ახლა. ეს შეგნით დარჩენილი, ეს იყო უფრო აი კონსილერს რომ ინაცვლებდა, ისეთი აი თან ჩემი კანისტონთან უფრო ახლოს და შესაბამისად აი მთელ სახეზე რომ მაკიაჟი არ გისვია და ძალიან რო არ გინდა რომ დაგეტოს რომ მხოლოდ კონსილერი წაისვი, აი ეგეთ დღეებში გამოსაყენებლად და ეს არის ოდნავ ისეთი ატმისფერივით ამას კორექტირებისთვის ვიყენებდი კონსილერის ქვეშ. კი ეტყობა რომ ეგ ორი ფერი არის ყველაზე მეტად გამოყენებული, რაღაც მომენტში სიცითლეებზე ცოტა მწვანეც მაქვს გამოყენებული ვატყობ, მაგრამ დიდად არა. უბრალოდ ძალიან დიდი ხანია მაქვს უკვე და რასაც რეალურად ვიყენებ ის აღარ არის. აწი უკვე ვადაც გავავიდა გახსნა 12 თვე აქვს ამას ვადა და ამას წელიწადზე მეტია რომ მაქვს და ვიყენებ ზუსტად ეს. ერთი ორი წელი შეიძლება. ამიტომ დავემშვიდობო უნდა ამას, მაგრამ ძალიან კარგი კორექტორია. კორექტორზე ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ძალიან თხელი არ არის. ეხა მის ვიყიდე კატრისის კორექტორი თვალისთვის. იმის რევიუს გაკეთება ჯერ არ მინდა, მაგრამ ისეთი თხელი არ ვიცი იმას რამდენად გამოვიყენებ. არ ვიცი, რაღაცა ძალიან შრატის ტექსტურის არის და ჩემთვის კორექტორს ოდნავ მეტი ტექსტურა უნდა კონდეს. ვაი დაფარვასაც მეც იძლევა მერე და პროდუქტიც ნაკლები მჭირდება და მერე ზემოდან თუ კიდე რამე იმიტომ კორექტორი ხო კონსილერი არ არის. კორექტორი მერე კონსილერი მერე ტონალური და ასეთაში, ანუ ძალიან ბევრმა პროდუქტმა რო არ მოიყაროს ერთად თავი ერთმანეთზე გადატარებულად. ამიტომ ტექსტურა ამისი უფრო მომწონს მე, ვიდრე იმისი ჯერჯერობით. იმას შევეცდები რომ მივყვე და გამოვიყენო დავტესტო ცოტა ისე ცოტა ასე, ცოტა ხელი შევუწყო, ცოტა ბეიბისიტინგი სჭირდება იმას და ნახოთ რა გამოვა. ოკეი, ეს პროდუქტი უნდა ამას უნდა დამშვიდობ, იმიტომ რომ ეს ვერ გამოვიყენე, ეს არის Elf-ის Hello Glow Beauty Wand-ი, ეს ჩვენი შარლოტას დუპარი ეს და რა ვიცი, ეს რომელი ფერია? Rose You Slay. Sure. იღებს ტონალურს. ანუ ცუდი პროდუქტი არ არის, იმხრივ რომ ფერი ცუდი არ არის და გათქვეფართული არ არის ან რაღაცა, მაგრამ რაღაცა აქვს შეგნით ისე, მე ვფიქრობ რომ ძალიან თხელია. ძალიან თხელია და ფუნჯით რო და გათქვიფო ლოყაზე ტონალური აქვს. არ ვიცი, მაშინ ძალიან ანუ ხელი ძალიან ფრთხილად რაღაცა ძალიან უნდა მოერიდო, ძალიან უნდა იწვალო. შარლოტას ორიგინალი მაქვს ამისი, რომელსაც ბეიბისიტინგი არ სჭირდება, გინდა ფუნჯით წაისვი, გინდა ღრუბლით წაისვი, გინდა ხელით წაისვი, ბევრად უფრო მარტივი გამოსაყენებელია და ტონალურს არ ქერცლავს და ლამაზი ფერია ძალიან, ამიტომ ამას არ ვიცი. გავაჩუქე, მაგრამ როგორ გავაჩუქო მე ისიც ვერ გამოიყენებს ეს ვიღაცაც. მოკლედ უნდა დავემშვიდობოთ ერთმანეთს. არ ვერ გამოვიყენე, არ გამომადგა. ეს არის Essence-ის თვალის ფანქრები. Long lasting, კი ბატონო, დიდხანს რო რჩება ისეთიო. წყალგამძლე 18 საათი. თვალზე 18 საათი არაფერი არ გესვათ, ძალიან გთხოვთ. მწვანე, ლურჯი და პინკი. პინკი კი არა, ვარდისფერი. ძალიან მიყვარს ესენი, უბრალოდ ესენი ძალიან დიდი ხანია უკვე მაქვს. ეს არის ფერები, რომლებსაც აი არ ვიცი, ან Halloween-ის მაკიაჟისთვის, ან YouTube-ის მაკიაჟისთვის, აი უფრო იშვიათად რო აი სრულ მაკიაჟს ვიკეთებ და თვალის მაკიაჟს ვიკეთებ და ესეთ ფერად ლაინერებს და ფანქრებს გამოვიყენებ თვალზე, შესაბამისად დიდი ხანია უკვე მაქვს. და თვალის მაკიაჟს განსაკუთრებით როცა ეხება საქმე, შევეცდებ, ვცდილობ, რომ უფრო ყურადღებით ვიყო. და ვადებს უფრო მივაქციო ყურადღება. ამიტომ რადგან ესე ძალიან ბიუჯეტურები არიან 2 ევროთ რო შეგიძლია იყიდო და ნაგერ არ უნდა გამოიწერო და გადაირბენ და იყიდი, ეგეთი ვარიანტია. გადავწყვიტე რომ ამათ დავემშვიდობ. იმიტომ რომ დიდი ხანია უკვე მაქვს, ძალიან კარგი ხარისხის არის. მართლა ზის, მართლა რჩება.
არ გადადის. მართლა დემაკიაჟის საშუალება გჭირდება, რომ ჩამოიბანო. ძალიან კარგი ხარისხის ფანქრები აქვს Essence. ეს ფანქრები ზოგადად გერმანიაში იწარმოება. თვალის ფანქარს და ლაინერსაც აიხება საქმე. ორი საწარმოა მეგონი მსოფლიოში და ერთ-ერთი აქ არის გერმანიაში და არ ვიცი, ყველაზე ძვირიანი ბრენდიდან დაწყებული, ყველაზე ბიუჯეტური ბრენდით დამთავრებული, ყველას ეგენი აწარმოებენ. ხარისხს როცა ეხება საქმე, ძალიან კარგი ხარისხის ფანქრები აქვს. ეხა ვიყიდე სხვათა შორის, რადგან ესენზე და რადგან ფანქარზე ვართ, ეს ჯერ ძალიან ახალია, ხომ მთლად რევიუდ ჩამითვლით, მაგრამ დღესაც ეგ მისვია. ესაა მათი ახალი satin blend gel liner-ი თვალისთვის, პლასმასის, უნდა ამოწიო, აი ეგეთი, ვითომ ფუნჯი მოყვება აქ. ესენსი ძალიან პატივს გვცემს ამ ესენით ფუნჯებით და ჯაგრისებით და რაღაცებს. ძალიან ცდილობენ. ძალიან კარგი ხარისხია. ისე იოდ ერთი ხელის მოსმით გავაკეთე დღეს ლაინერი. ისე კარგად გადადის კანზე. სიმშრალე არა აქვს, იმედი მაქვს არ გამოშრება, ანუ ჯერ ბევრის თქმა არ მინდა თქვათ ესეთი რევიუს გაკეთება, მაგრამ ეს არის 01 ნომერი Pure Black, შავი ფერის. სხვადასხვა ძალიან კაი ფერებში აქვს, სხვათა შორის არჩევანი. მომწონს. ამ წუთას ამ ეტაპზე ჯერჯერობით მომწონს, კარგია. იმედი მაქვს სხვა ფერებიც მომეწონება და არ გამოშრება. იმედი მაქვს მარტივად არ გამოშრება, სხვა მხრივ მომწონს. მოგეთ თვალის ფანქრებს როცა ეხება საქმე. ყოჩაღ Essence. ეს რა არის? ეს არის Maybelline-ის Matte Hyper Pencil ლაინერი არის. ისე სწრაფად. ამაზში გადავიხადე ორჯერ თუ სამჯერ მეტი, ვიდრე ესენი ღირს. დაახლოებით ალბათ, ხო? ისე სწრაფად გაშრა ეს ლაინერი. რამოდენიმეჯერ მოვასწარე, სულ გამოყენებ. ისე გული დამწყდა. კარგი თავი აქვს სხვათა შორის, მაგრამ ძალიან სწრაფად გაშრა. მეთქი თავი ხო ეფარა კარგად, იმიტომ რომ აი, რანაირად შეიძლება რომ ლაინერი ესე სწრაფად გაშრეს. ესეც ლაინერი არის, ეს არის Merzi, არ ვიცი. კორეული ბრენდი, ამისი რამოდენიმე ლაინერი მაქვს უკვე გამოცლილი, ეს არის პირველი ნომერი Oreo. ესენი მიყვარს, ესენი სწრაფად არ შრებიან. ამას საკმაოდ დიდხანს ვიყენებ ხოლმე, ამას უფრო მოკლე თავი აქვს. ძალიან კარგ ფერებში აქვს არჩევანი და ძალიან კარგად ჯდება. ძალიან აი ერთი გადასმით რომ გაიკეთებ ლაინერს, აი ეგეთია. ამ ბრენდის რაც მაქვს გადასტილი ყველაფერი მომეწონა. ეს არის Unleashia, ესეც კორეული მაკიაჟის ბრენდი. თუმცა ეს ბრენდი ეხლა ნელ-ნელა ვატყობ, რომ რამდენიმე ინფლუენსერთან დავინახეთ დასავლურ ბაზარზე. ინფლუენსერებთან ნელ-ნელა პოპულარული ხდება თავისი ერთიანი თვალის შტილებით და შიმერებით და ეგეთ რაღაცებით, მაგრამ ეს არის წარბის პროდუქტი. ნახეთ როგორი. აი აღარ ამოდის არაფერი, მაგრამ რას გაჩვენებთ? ნახეთ თქო და არ ამოდის თავი. ისეთი წვრილი თავი აქვს, აი ბენეფიტს რო აქვს ახლა ახალი. მიკროსკოპით რო უნდა დააკვირდე რომ დაინახო, აი ეგეთი წვრილია. ძალიან კარგი კოსმეტიკა აქვს. თუ შეგხვდებათ ეს ბრენდი, E-Style-ზე ან Star One-ზე, გატესტეთ. თვალის ჭრილები აქვს ძალიან კარგი, განსაკუთრებით თვალის ჭრილებით ხდება ახლა პოპულარული. წარბის პროდუქტების მომწონა უბრალოდ გაითვალისწინოთ, როცა ესეთი მიკროსკოპული ფანქრის შესახებ საუბრობთ, რა თქმა უნდა ძალიან კარგი, დეტალურად შეავსო წარბი, მაგრამ მალე მთავრდება. რაც ვერ გამოვიყენი არის მისშას ფანქარი. ვიცი რომ ეს ბრენდი ახლა არის საქართველოში და მათი კოსმეტიკაც არა მხოლოდ სკინკეარ, არ ვიცი თუ გქონიათ ვინმეს გამოცდილება სიამოვნებით გამიზიარეთ, მაგრამ ეს არის მათი რო არ უნდა გაიდღაბნოს smudge proof, ეგეთი ხის ყავისფერი ფანქარი წარბისთვის. ხის, ან უნდა გათალო ფანქარი. არაფერი არ ხდება. კიდეც გავთალე. შევულოცე თუ გამოვულოცე თუ რა ვიცი ლოცვა წავუკითხე, არაფერმა არ უშველა. არ ვიცი რა რევიუ გავაკეთო. პროდუქტი არ გადმოდის და რა ზედმეტ როგორ უნდა დააწვეთ, იცი? ახლა სახეზე კანს ესე არ დავაწვევი, წარბს ესე არ დავაწვევი. არის ეს საქართველოში იყიდება რა ღირს, ვინმეს გამოგიყენებიათ, მართლა მარტო მე შემხვდა ეგეთი მარტო მე შემხვდა ესე თუ მართლა ყველა პროდუქტი და ყველაფერი ესეთია, რაც აქვს არჩევანი. არ ვიცი, ესე ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ რა ვიცი, იდღაბნება თუ არ იდღაბნება. მაგაზე დავეთანხმები, მოდით მისვენ. არ იდღაბნება, იმიტომ რომ არაფერი არ გადმოდის პროდუქტიდან. წარბს რაც შეეხება, ესეც უნდა ვახსენო აუცილებლად, ეს არის Maybelline-ის Super Lock. ესეთი ძალიან პატარა არის, ეს უკვე ცოტა გამოშრა. ამასაც კაი ხანია ვიყენებ. უფერული დავარცხოთ და დააფიქსიროთ წარბის თმა. აი, ეგეთი პროდუქტია. ეს სხვათა შორის მომეწონა. ამას კარგად ვიყენებ. ეს ამას რო ისმევ, წარბი მთელი დღის ის. ეგეთია ნამდვილად და ეს არ იდღაბნება და არ იღებს ტონალურს და რაც გისვია სახეზე ყველაფერს და ეგეთი პროდუქტი არ არის ნამდვილად რაც ესენს სჭირდა. ამას შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია, ეს ძალიან კარგი პროდუქტი იყო. კიდე რაც უნდა ვთქვა, მაკიაჟის ამბებში სავარაუდოდ უნდა გავუშვა ეს, იმიტომ რომ რაღაც სკინკეარში არ მისაუბრე ამის შესახებ, ეს არის ესენსის პეპტიდების ბალმები. ამის მისაფერიც მაქვს, ისიც სადღაც ჩანთაში.
ესე კი იტყვით ეხლა ჯერ ჩემთან მოგეტანა და ვიდეოს ჩაწერა მე დაგეწყო, მაგრამ ეს არის პეპტიდის ბალმები, როუდის ბალმების დუპარი, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი შაინი აქვთ. მე მომწონს ძალიან. მე ესენ დიდი სიამოვნებით გამოვიყენე. შოკოლადს, ესეთი შოკოლადის სიამოვნო სუნი აქვს, შემაწუხებელი არაფერი, რაღაც ესეთი ძლიერი პიგმენტი არ აქვს. აი, შეგიძლია რომ კონტური გაიკეთო ტუჩის და შემდეგ ეს გადაისვა ზემოდან, ან მხოლოდ ეს როგორც ბალმი. ჩანთაში ჩასაგდება თან წასაღებად, საკმაოდ სასიამოვნო ჰიდრაცია აქვს. ეხლა ესეთი ძლიერი ჰიდრაციის როგორც კლასიკური ბალმი არ არის, მაგრამ ნუ უფრო კოსმეტიკური პროდუქტი ეგრე წარმოვიდგინოთ. მე მომეწონა ესენი. არ ვიცი ეხლა რამდენად დიდი სხვაობა როუდის ბალმებთან, მაგრამ არ არის აუცილებელი ჩემი აზრით მაგ თანხეს გადახდა ტუჩის ბალმში. არაჩვეულებრივი არჩევანი აქვს ესენს, მე მომეწონა ეგენ ძალიან. სამივეს დიდი სიამოვნებით ვიყენებ, თითქმის გამოვცალე უკვე ყველანი. ხო, ეს ეხლა გახსნილი მინდოს დავინახე და მას ვახსენებ მაინც. ეს უკვე იმდენჯერ მაქვს ნახსენები და ნათქვამი რომ კი ვთქვი ძველ პროდუქტებს არ ვახსენებ თქო, მაგრამ მაინც ვიყენებ აქტიურად და უნდა ვთქვა, ეს არის NYX-ის Lift and Snatch წარბის შესავსები ფანქარი. დღესაც ეს მისვია მაგალითად. Ash Brown არის ჩემი ფერი. ეს არ შრება სწრაფად. ესე იგი, Maybelline-ის თვალის ლაინერი უფრო სწრაფად გამოშრა, ვიდრე ამისი წარბის ფანქარი. თუ ლაინერ თუ რაც არის. $10 ევროზე ქვემოთ კატეგორიაში. ასეთი მეორე პროდუქტი არ არის ბაზარზე. რაღაც მართლა. კიდე რა გამოვცალე? ეს არის ვაიმე. მას რო ვეღარ ხედავ რა არის. Maybelline-ის ტატუ ლაინერი არის. ეს რჩება საუკუნე თვალზე. ეს ტატუ ლაინერები Maybelline-ის თუ რაღაცას ეგეც ეძებთ, რომ აი წავისვი და აღარ უნდა შევწუხდე მთელი დღის განმავლობაში, Maybelline-ის ტატუ ლაინერი. ჯერთი ფერებში კარგი არჩევანი აქვს და ხარისხი, როგორც გითხარით, ფანქრებზე დიდად არის დარდოთ, ყველა ერთ ქარხანაში იწარმოება. ხარისხით ძალიან კარგია და ეს ტატუ ლაინერები მართლა მთელი დღე ზიარს. ფანქარი ლაინერი არის პროდუქტი, რომელშიც ვირი არ უნდა გადაიხადოთ ჩემი აზრით და ყოველ დღე ვრწმუნდები მაგაში. ესეც მერც არის, ესეც იგივე კორეული ბრენდია. ეს არის მათი გელ ლაინერი თვალისთვის. ეს თავია მარტო დარჩენილი, აღარ მოდის მეტი. არაფერი აღარ არის შეგდეს პატარა სტათლელი ახლავს ქვემოთ. ესეც გამოვცალე, ეს არის Dutch Brown. ოკეი. ესე ძალიან სასიამოვნო ლაინერია. როგორც გითხარით ამ ბრენდის, ამ მერცის რაც გამომიყენებია თვალის, ყველაფერი მომეწონა. ჩვეულებრივი ეს თხევადი ლაინერები ხომ მომწონა და გელ ლაინერიც ძალიან მომეწონა. არ იდღიბნება, დროს გაძლევს თუ გინდა რომ ესეთი ცოტა სმოკი ეფექტი გააკეთო. კონტურებს რაც შეეხება, ნუ ტუჩის კონტურები NYX-ი რო დავცალე. ამას ეს არის ესპრესო. NYX-ის ესპრესო ტუჩის კონტური. ეს არის კლასიკა. 10-დან 9 შემთხვევაში ეს მისვია. ამისი აღმოვაჩინე ეხლა მეგობრებო, ეს ხო აღარ ითლებოდა უკვე და რაღაცა ხომ მჭირდებოდა, ესე ხო ვერ დავრჩებოდი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, კლასიკაა ნამდვილად და მომისწრო ესენსმა გამოიტანა მისი 8 საათიანი matte comfort ტუჩის ლაინერი. ამისი სახელი არის ამ ფერის Chestnut Perfection 11 ნომერი. ძალიან გავს NYX-ის ესპრესოს. ძალიან. ეს ხის არის, ეს გასათლელია. მე ამ ფორმატის ტუჩის კონტურებზე ვგიშდები. ხის კონტურები ტუჩისთვის გასათლელი კონტურები. მაგრამ ამ გელ პლასტმასის შეფუთვის ტუჩის კონტურზეც მთლად ისეთი უკმაყოფილო არა. ფერი არის იდეალური. ზუსტად ის არის, რაც უნდა იყოს. სხვათა შორის დავაფიქსირე, რომ თუ კლასიკურ ტუჩსაც ხდან ვისმევ, ზის თუ დააცადე გაშრეს, ანუ იმ წუთას თუ არ გადაისვი ზემოდან, მართლა დიდხანს რჩება. წინა დღეს მესვა ეს და ესენსის გლოსი, უფერული გლოსი გადავიტარე მაშინვე ზემოდან. გადავიდა კონტურზე გლოსი ისე რომ დაშალა კონტური. ისე კლასიკურ ტუჩსაც ხებთან წარმოიდგინე დღეს დავაკვირე სამსახურიდან რომ მოვედი ტუჩსაცხი აღარ მქონდა, მაგრამ კონტური მაინც მქონდა ტუჩზე. დარჩენილი და ეგ კონტური. არ ვიცი რა მჭირს ორ თვალის ჭდილის პალიტრას ვიყენებდი ყველაზე მეტად მთელი წელი მე მგონი. არ ვიცი ეს მე მგონი შარშანაც ვახსენე, მაგრამ ეს პირველი ფერი ეხა ისე ძალიან თითქმის ძირი ჩანს შეფუთვის. ამ ერთ თვალის ჭდილს გარშემო კარდონის შეფუთვის ფერი აქვს შეცვლილი. ამ ერთ ფერს ვიყენებდი განსაკუთრებით, ეს არის Colourpop's That's the Taupe. თვალიშლების პალეტა. ანუ ყველა არაჩვეულებრივი ფერი არის შეგეთ, მაგრამ ეს თელს თვალზე, თელს ქუთუთოზე გადასატარებლად თვალის ფერის ერთიანობაში მოსაყვალად. და აი ეს შემდეგ გვერდით ფერი რომელიც არის, ოდნავ კონტურის შესავსებად, ყოველდღიურად სამსახურში თვალიშვილის მაკიაჟი
ანუ თვალის მაკიაჟის გასაკეთებლად აი ეს ორი ფერი და შემდეგ რომელიმე პატარა შიმერი ზემოდან. ან ეს აქვე, ან ერთიანი თვალის ჭრილის შიმერები Color Pop-ის. იცით რომ მაგაცაც გიშდები. აი ზედ ეტყობა რა დღეშია. ფერი შეცვლილია. ამას ვიყენებდი ყველაზე ხშირად და დავაფიქსირე რომ კიდე ყველაზე ხშირად ვიყენებდი ნატაშა დენონას Sunrise პალიტრას. აი ამ გემრიელობას შიმერად ვიყენებდი ხშირად. ესეც ძალიან სასიამოვნო თვალის ჭრილის ფერი არის აქვე. ხელიც გამომიყენებ ბოლო ცოტა შორის ბოლო ვიდეოების სანამ ფავორიტების ვიდეოებზე გადავიდოდი, ნოემბრის ბოლო ვიდეოები იყო, მე მგონი. არა. ფავორიტ კრეატორებზე და ფავორიტ ფილმებზე რო გესაუბრეთ, იქ მქონდა ყვითელი ჭრილით გაკეთებული ლუკი თვალზე და ეს ყვითელი მქონდა იქაც გამოყენებული. ამ პალიტრასაც დიდი სიამოვნებით ვიყენებდი. დავფიქრდი გულწრფელად, რომელი იყო პალიტრები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვიყენებდი. აღმოჩნდა, რომ ეს ორი პალიტრა და კიდე არის Color Pop-ის Smoke პალიტრა. იმიტომ რომ შავი ფერის ჭრილი არის შიგნით და იმ შავი ფერის ჭრილს მე მგონი ის ერთი ჭრილი არის ყველაზე მეტად გამოყენებული პალიტრაში. იმ შავ ფერს ვიყენებ ლაინერს რო გავიკეთებ, შემდეგ პუდრ შავ ჭრილს, ესეთი ძალიან წვრილი ფანქრით ვატარებ ზემოდან, იმიტომ რომ იდეალურად მატ ლაინერს ქმნის. ჯერ ჩვეულებრივი ლაინერი და შემდეგ შავი ჭრილით დააჯინეთ ეგ ლაინერი. დააპრესეთ შავი ჭრილი ზემოდან. ეგეთ მატ ეფექტის ლაინერს ესე ვერ იყენით ვერსად. ეგ კომბინაცია რასაც ქმნის ლაინერი და შემდეგ ჭრილი ზემოდან. საუკეთესო კომბინაცია მატ აი ყველაზე შავი ლაინერისთვის რაც შეიძლება რომ გააკეთო და იმ პალიტრაში ეგ შავი ფერი არის ყველაზე მეტად გამოყენებული. გით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო ჩემი ბოლო ფავორიტების ვიდეო 2025 წლიდან. სიამოვნებით შემეხმიანეთ კომენტარებში რა იყო თქვენი ფავორიტი მაკიაჟი. რა პროდუქტს იყენებთ ყველაზე ხშირად, რა პროდუქტს ყიდულობთ ყველაზე ხშირად, იმიტომ რომ გიმთავრდებათ ყველაზე ხშირად მარაგები. სიამოვნებით გამიზიარეთ თქვენი ფავორიტები, ან თუნდაც ნაკლებად ფავორიტები 2025 წლიდან. თუ სხვა ფავორიტების ვიდეოები გაინტერესებთ, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს. ერთ-ერთი YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დროა გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავსოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს სახს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!